რატომ ირჩევენ ქალები ცუდ ბიჭებს? სინამდვილეში აი ის ალფა-მამრის და ალფა-მდედრის იმიჯი არის ფილმების და ინტერნეტის მეშვეობით შექმნილი სიყალბე. ეგ ყველაფერი შეიძლება თქვენ სტორებზე ძალიან ეფექტურად გამოიყურებოდეს, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ეგ ეგრე არ მუშაობს და შედეგებს მოგვიანებით იღებთ. იმიტომ რომ ბევრი ურთიერთსაპირისპირო რამ იკვეთება. თუ მამაკაცს მაღალი აქვს სეროტონინის დონე, მას განვითარებული აქვს ემპათია. მისთვის მნიშვნელოვანია რას ფიქრობს ქალი, რას გრძნობს ქალი. ძალიან მარტივია ქალის მხრიდან მისი დადანაშაულება. ძალიან მარტივია ქალის მხრიდან მისი მუქარაზე აგდება. მას ეშინია ურთიერთობის დასრულების, ეგ მისთვის სტრესია. თავისთავად ასეთი მამაკაცი ბევრად სანდო პარტნიორია ქალისთვის, მაგრამ ქალებს დიდად ვერ იზიდავენ ისინი, იმიტომ რომ არ არის ემოციური საქანელები, არ არის არანაირი გამოწვევა, არ არის აი შფოთვითი მიჯაჭვულობა. ისინი არ ქმნიან ქაოსს, რასაც შემდეგ ქალის ტვინი კითხულობს, როგორც დომინირებას. თელი პრობლემაც იმაშია, რომ როდესაც მამაკაცი გაწონასწორებული და სტაბილურია, ქალში არ ირთვება დაჯილდოების სისტემა, არ ირთვება დოფამინის სისტემა. აქედან დასკვნა, ჯანმრთელი მამაკაცი ტრავმირებულ ქალთან გრძელვადიან დისტანციაზე ყოველთვის აგებს. ქალთა დიდი ნაწილი კი ტრავმირებულია. ჯანმრთელი მამაკაცი არაადეკვატურ მამაკაცთან კონკურენციაში აგებს, იმის მიუხედავადაც კი რომ ძალიან ბევრ პარამეტრში სჯობნის მას. იმიტომ რომ ქალს იზიდავს ის, ვინც არ იღებს მისგან ნებართვას თავისი მამაკაცურობის დემონსტრაციისთვის. იზიდავს ის, ვისაც არ ეშინია რომ მას დაადანაშაულებენ. შეუძლია თუ არა ქალს რომ შეუყვარდეს კეთილი და პატიოსანი მამაკაცი. იმისთვის რომ გავცეთ ამ კითხვაზე პასუხი, ჯერ სიყვარული და შეყვარებულობა ორ სხვადასხვა კატეგორიად უნდა დავყოთ. სიყვარული გადის მორალურ კატეგორიაში, შეყვარებულობა კი ვნებით ბიოქიმიურში. შესაბამისად მამაკაცის შეყვარება იმის გამო რომ ის მორალურად სწორად ცხოვრობს, კეთილი და პატიოსანია, ქალისთვის უბრალოდ ტექნიკურად შეუძლებელია. ეგეთები მხოლოდ ფილმებში და ზღაპრებში ხდება და მხოლოდ შემდეგ უკვე თქვენ სტორებში და ისიც დროებით.